გამარჯობათ. მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. ჩვენ კლავ TV პლუსის ეთერში ვართ. ჩვენი გადაცემა დღეს მიეძღვნება მნიშვნელოვან პოლიტიკურ საკითხებს. თქვენ რაღაც მოგეხსენებათ, მთელი მსოფლიო მოლოდინში იყო და ელოდებოდა სწორედ იმ გადაწყვეტილებებს და იმ შეხვედრის შედეგებს, რომელიც შედგა 15 აგვისტოს ალიასკაზე ტრამპი-პუტინის შეხვედრა. ტრამპი-პუტინის შეხვედრის მოლოდინში არათუ მარტო საზოგადოების დიდი ნაწილი და მთელი მსოფლიო იყო, არამედ დედამიწაზე ყველა არსებული ცოცხალი არსება, ყველა ელოდებოდა მათ გადაწყვეტილებას, რადგან მათ ხელში არის დღეს ფაქტიურად სიმართლე ვთქვათ, ყველა სახის ბერკეტები, რომლის საფუძველზეც მათ შეუძლიათ მართონ სწორად მსოფლიო პოლიტიკური მიმართულება და რომლის საფუძველზეც მათ შეუძლიათ ერთი ღილაკის დაჭერით მთლიანად გაასწოროთ მიწაზე მთელი მსოფლიო. და მართლაც რომ ჩვენ ყველანი ვიყავით იმ მესამე მსოფლიო ომის საშიშროების წინაშე, რომელიც მესამე მსოფლიო ომის საშიშროებას შექმნა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ბაიდენის ადმინისტრაციამ და ლიბერალ LGBT ფაშისტურმა იდეოლოგიის მატარებელმა ევროკავშირის ლიდერებმა. დიახ, ბატონებო, დიახ, ჩვენ ვიყავით სწორედ სამიზნე იმისა, რომ საქართველოში გახსნილიყო მეორე ფრონტი და მეორე ფრონტის საფუძველზე განადგურებული იყო ეს ქვეყანა, განადგურებული იყო ქართველი ხალხი და ამას ხელს უწყობდა სწორედ საქართველოში არსებული ის აგენტურა, რომელიც აგენტურაც იმართებოდა ამერიკის შეერთებული შტატების სპეცსამსახურების მხრიდან ბაიდენის ადმინისტრაციის დროს. და აქედან გამომდინარე ჩვენ გავდიოდით აი სწორედ დანის პირზე. დღეს ჩვენ ამ თემებზე გვექნება საუბარი და კიდევ შიდა პოლიტიკურ პროცესებზე. ჩვენ დღევანდელი სტუმარი არის პოლიტოლოგი ბატონი ჯუმბერ თავარტგილაძე. მოგესალმებით ბატონო ჯუმბერ, მადლობა რომ მომზადეთ დღეს ჩვენთან სტუდიაში და მადლობა იმისათვის რომ დღეს სწორედ აი ამ მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც საკითხსაც პატარა ბავშვიც კი ელოდებოდა, რა გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული ტრამპი-პუტინის შეხვედრის დროს. თქვენ როგორ ფიქრობთ? დაესვა წერტილი იმ საფრთხეებს და იმ საშიშროებებს, რომელსაც ელოდებოდა მსოფლიო და რომელსაც ელოდებოდა კაცობრიობა, აი ამ სწორედ ბირთვული საფრთხიდან გამომდინარე და გადაწყდა უკვე და მოიხსნა ის დაძაბულობა, რომელიც დაძაბულობას არსებობდა სწორედ ამ ორ დიდ იმპერიას შორის. და მიაღწიეს რაიმე გარკვეული ტიპის შეხვედრებს და საერთოდ აქ მარტო უკრაინის საკითხზე იყო საუბარი, თუ იყო სხვა დანარჩენ საკითხებთან დაკავშირებით კიდევ რაღაც გარკვეული განხილვები და შეთანხმებები, რომლის საფუძველზეც როგორც ჩანს მე დავინახე პირადად დაცვის შტაბის დამჩა, რომ ერთი მხარეს და მეორე მხარეს კმაყოფილი დაშორდა ენისმადეც. პირველ რიგში მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს, დიდი მადლობა მოწვევისათვის. დიახ, ბატონო ტრისტან, ამ შეხვედრას პატარა მცირეწლოვანი ბავშვებიც კი ელოდებოდა, რამე თუ თქვენ სწორად აღნიშნეთ ის გარემოება, რომ მსოფლიო იყო მესამე მსოფლიო ბირთვული ომის წინაშე. მოკლედ და კონკრეტულად რომ გითხრათ, დიახ, ის საშიშროება, რაც იყო 15 აგვისტომდე, დღეს უკვე ის საშიშროება აღარ არის. მსოფლიო გადარჩა მესამე მსოფლიო ომს, ბირთვულ ომს, რომელიც არ დატოვებდა დედამიწაზე არც სულიერს და განადგურებდა მთელ დედამიწას, ამის საშიშროება უკვე ჩვენ აღარ გვაქვს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ამ შეხვედრამ პუტინი დააბრუნა მსოფლიო პოლიტიკურ არენაზე, თითქოს და პუტინი გარიყა ევროპამ, შვიდეულიდან გარიცხეს, თითქოს პუტინს არავინ არ ხვდებოდა, ეს თქვენ ფრაზებს დავესესხები, LGBT ვაი დემოკრატები, დემოკრატიული მოძრაობები რო არის ევროპაში, ევროპის სირცხვილები რო აცხადებდნენ, ეს გაქარწყდა და სამართლო და სასაცილო მდგომარეობაში აღმოჩნდა ევროპის ლიდერები, თვალსაზრისით რომ მოგეხსენებათ, რომ პუტინი ძებნაშია. და სამართლო ეს უნდა დაეკავებინა, ხო? და ამ დროს ამადია ძებნილი კაცი ჩადის ალიასკაზე, ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე. ნუ ყოფილი რუსულ ტერიტორიაზე. ყოფილი კი. ამჟამინდელ ამერიკის ტერიტორიაზე და ყველას ჩაინურის წყალი დაალევინა და უთხრა, რომ ბოდიში ამ გამოთქვისათვის სამი თითის კომბინაცია უჩვენა ევროპელ ლიდერებს. და ამაში დაეხმარა რა თქმა უნდა ტრამპი. რაც შეეხება მათ შეხვედრას რა თემები განიხილეს. რა თქმა უნდა, ეს ჩემი მოსაზრებებია, ბუნებრივია, არავინ არ იცის იქ რა თემები განიხილეს, მაგრამ პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ უკრაინის თემაზე იქ დაუთმობდნენ
მაქსიმუმ 15 წუთს, იმიტომ რომ იქ უფრო გლობალურ საკითხებზე ისაუბრეს ჩემი აზრით და რატომ 15 წუთი? პირველ რიგში იმიტომ 15 წუთს დავუშვებდი უკრაინის თემას და საკითხს, იმიტომ რომ უკრაინის საკითხი და უკრაინაში მიმდინარე რომ მსოფლიოსათვის ეს მეათე ხარისხოვანია. ამერიკისთვისაც მეათე ხარისხოვანი და მსოფლიო ეკონომიკისათვის ეს არის მეათე ხარისხოვანი, ეს ერთ და მეორეც. მეორეც იმიტომ რომ წინა შეხვედრები რაც ტარდებოდა მოსამზადებელი შეხვედრები, იქ ის თემები განხილული არ ყოფილა და შეთანხმებები არ ყოფილიყო დელეგაციების შორის, პუტინი იქ არ ჩაფრინდებოდა, არაფერ შემთხვევაში არ ჩაფრინდებოდა. ბუნებრივია არც ტრამპი არ ჩაფრინდებოდა, ხო? ის რომ პუტინი ტრამპზე გამოცილი დიპლომატია და დღეს მსოფლიოში პუტინის ნაირი მოგწონს თუ არ მოგწონს ეს უნდა თქვა, და ვაღიაროთ პუტინის ნაირი პოლიტიკოსი მსოფლიოს დღეს აღარ აქვს. ესე როგორც არ ყავდათ თავის დროზე სტალინის ნაირი, ჩერჩილის და რუზველტის ნაირი პოლიტიკოსები რო არ ყავდა მსოფლიოს, დღეს იმ რეალობაში ვართ და ვცხოვრობთ, რომ მსოფლიოში როგორც დიდი პოლიტიკოსი პუტინის იქეთ არავინ არ ჩანს. თავი გაინადგურეს ევროპელმა ლიდერებმა, თავიანთი არაპროკრონიზებადი, არაევროპული მიდგომებით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ნუ ამერიკა დაასამარა ბუნებრივია ბაიდენმა, მისმა პოლიტიკურმა ქმედებებმა და ასე შემდეგ და ასე. ის რომ ძებნილი ადამიანი ალიასკაზე ჩავიდა, ამ შეხვედრაზე გამარჯვებული გამოვიდა პუტინი. თუ ჩვენ მათ სატელევიზიო გამოსვლებით ჟესტების ენით ვისაუბრებთ, თქვენ დაინახეთ, რომ ორივე იყო ყმაყოფილი და ორივე იყო ისეთი დაბეჭდილებას ტოვებდნენ ორივე, რომ მათ მიაღწეს იმაზე დიდ შეთანხმებას, ვიდრე არის უკრაინის პრობლემების პრობლემა. ტრამპა პირდაპირ გამოვიდა და თქვა, რომ ეხლა ზელენსკიზე არის დამოკიდებული და ევროპელ ლიდერებზე ომი დასრულდება თუ არა. ამით რა თქვა? ამით თქვა ის, რომ ბატონებო, აი მე ჩემი მოვალეობა შევასრულე, მე ყველა ძალისხმევა დავხარჯე, მივაღწე პუტინას შეთანხმებას, თუ გსურთ ომის დასრულება, თუ გსურთ რომ არსებობდეს უკრაინის რესპუბლიკა, როგორც რესპუბლიკა, თუ გსურთ რომ არსებობდეს, მაშინ უნდა წახვიდეთ მის მოთხოვნებზე და დააკმაყოფილეთ მისი მოთხოვნა და ომი დასრულდება. ეხლა ვის არ აწყობს ომის დასრულება? ომის დასრულება არ აწყობს ზელენსკის და არ აწყობს ევროპელ ლიდერებს. და რატომ არ აწყობთ? ომის დასრულების შემთხვევაში ზელენსკი მიიღებს ან სააკაშვილის ბედს გაიზიარებს, ან უარეს, არ მინდა მე ვთქვა ეხლა, არავის ხო სიკვდილი მე არ გამეხარდება თვით სააკაშვილის სიკვდილიც კი არ გამეხარდება, რომელიც ბიოლოგიურად მტერად მიმაჩნია ეს ადამიანი ჭებს. მაგრამ სხვა მას არჩევანი აღარ დარჩენია. მან პირველ რიგში გაანადგურა უკრაინა, გაანადგურა უკრაინელი ხალხი, ამოხოცა უამრავი მილიონამდე უკრაინელი მართლა ვაჟკაცი ხალხი, ბრძოლისუნარიანი ხალხი ამოხოცა და გენოფონდის გარეშე დატოვა უკრაინის საზოგადოება და უკრაინის სახელმწიფო. ევროპელ ლიდერებს არ აწყობთ, იმიტომ რომ ამ ომით ისინი ძალიან დიდ ფულს შოულობენ. ძალიან დიდ ფულს შოულობენ და მათ ინტერესებში არ შედის უკრაინაში სწრაფი ომის დასრულება. გადავიდეთ ახლა ხო, აქედან გამომდინარე ტრამპს სურვილი აქვს, რომ როგორმე გავიდეს ამ სიტუაციიდან, შეაჩეჩოს ეს ყველაფერი იმას ევროპას და პუტინს ეთქვის, რომ ბატონო მიდი და მიხედე შენ საქმეს, მე აღარ ვერევი, მე და თქვენ მოვილაპარაკეთ, მე ჩემი სიტყვა ვერ შევასრულე, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ვერ შევასრულე თვალსაზრისით, რომ მე დაველაპარაკე ნატოს წევრ ქვეყნებს, იგენმა ჩემი სიტყვა არ მოისმინეს და ეხლა გადავიდეთ მეორე საკითხზე, რაც თქვენ ბრძანეთ, სხვა უკრაინის გარშე რა თემები განიხილეს. რა თქმა უნდა, მსოფლიო პოლიტიკას განსაზღვრავს ჩემო მეგობარო და წამყვანო ბატონო ტრისთან ეკონომიკა. კი ბატონო. ეხლა ბრიქსის ქვეყნებმა სწრაფი ტემპით დაიწყეს დედოლარიზაცია, რაც ეს ძალიან კაცრად და უხეშად აიხსახება ამერიკის ეკონომიკაზე და ამას ხედავს ტრამპ ბიზნესმენია. ტრამპ მაიცის ფულის თვლა, პუტინ მაიცის პოლიტიკის კეთება. ხო, ამ სრული ნიშნულობით. აქედან გამომდინარე, ტრამპისთვის ფულია მთავარი. ტრამპის მთავარი ამოცანა არის და ამდენ ძალისხმევას იმიტომ დებს ამ ყველაფერში, რომ ის არის 75 წლის კაცი. მესამე ვადით ამერიკაში ის აღარ იხვრისკენს.
ის შევა როგორც ამერიკის პრეზიდენტი, ერთ-ერთი რიგითი პრეზიდენტი ისტორიაში. მაგრამ თუ ის მოიპოვებს ნობელის პრემიას, ის უკვე იქნება მსოფლიო ისტორიაში შესული. ანუ ის მიკითმით. რა თქმა უნდა, ნობელის პრემიის ხათრით ის ყველა დათმობაზე წავიდა, როგორც ჩანს, პუტინთან და მე ვფიქრობ, რომ იცი რა არის, ამერიკას მართავს არა პრეზიდენტი, არამედ მართავს სისტემა. და ამერიკელებმაც იციან, რომ ტრამპი ისე ერთნიშნულოვანად ამერიკას ვერ დააზარალებს, რომ ვიღაცებს გონიათ. გამიგეთ? აქედან გამომდინარე, ტრამპის ამოცანა არის ისტორიაში შევიდეს როგორც ნობელის პრემიის ლაურეატი. მშვიდობის დარგში. და ეს მისთვის არის ყველაზე მაღალი და თითოეული ადამიანისათვის, თითოეული პოლიტიკურ მოღვაწისათვის ნობელის პრემია, როგორც სტალინმა გენერალ სიმუსი მოიპოვა, ანუ იმ დროს ნობელის პრემია გენერალ სიმუსი მოიპოვა. ეხლა არის მშვიდობის დარგში ნობელის პრემია. ეს არის უმაღლესი ჯილდო პოლიტიკაში არსებულ ადამიანებისათვის, ხო? რასაც ძალიან იშვიათად პოულობენ პოლიტიკოსები და აღწევენ ხოლმე ამ დიდ ჯილდოს. აქედან გამომდინარე და მათი სატელევიზიო პრესკონფერენციიდან გამომდინარე, მე ვფიქრობ ძალიან ბევრ დათმობაზე წავიდა ტრამპი. მე ვერ ვიტყვი, რომ მან სანაცვლოდ რაიმე პუტინისგან არ მიიღო. რა თქმა უნდა, როცა გარიგებებზე მიდის ორი მხარე, ამ შემთხვევაში ვიღაცა მეც თმობს, ვიღაცა ნაკლებს თმობს. ის რომ პუტინი და ლავროვი საუკეთესო მომლაპარაკებლები არიან და ის რომ დღეს ლავროვი და პუტინი მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი პოლიტიკოსები არიან, მე ვფიქრობ, რომ აქ 20% დათმო პუტინმა, 80% დათმო ტრამპმა. და ეს ძალიან კარგია. პირველი განიმუხტა სიტუაცია მსოფლიოში და დღეს უფრო მშვიდი და ლამაზი მსოფლიოა, ვიდრე 15 აგვისტომდე იყო. ეს თითოეულმა ჩვენთაგანმა უნდა გავითვალისწინოთ. და პლუს მინდა აქ დავამატო ერთი ფაქტი, ამ შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ეს ფაქტი, თუ რამდენად არ მინდა ქეფაში გამოვიდეს, მაგრამ რეალობა და სიმართლე უნდა ვთქვა, რამდენად სწორი პოლიტიკა აწარმოა საქართველოს ხელისუფლებამ 22 წლის შემდგომ დღემდე. საგარეო პოლიტიკას გულისხმობ, თორემ საშინაოს არ გულისხმობ და მინდა რომ ხაზი გავუსვა. საგარეო პოლიტიკა აღმოჩნდა, რომ ძალიან სწორი საგარეო პოლიტიკა წარმართა გამოდერო ხელისუფლებას. ჩაგეკითხეთ, ბატონო ჯუმბერდა, თქვენ ახლა ლავროვი ახსენეთ. ლავროვი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც მართლაც ძალიან დიდი ბრძნული გადაწყვეტილებების საფუძველზე ის აღწევს იმ შედეგს, რომელიც შედეგიც იდეებას რუსეთის სასარგებლოდ, ხო? ანუ ეს ადამიანი აღმოჩნდა ესეთი ძლიერი საგარეო საქმეთა მინისტრი. ოდეში შევარდნაძის სკოლა გავლილი სოთაშორის. და თბილისელი არის. თბილისელი სომეხია. სოლოლაგელი. ხო, კი. ამიტომ არც უარყოფს. არა, ამბობს ის ადამიანიც და ამიტომ ის ქუჩის ეგრეთ წოდებული ზაკალგაცა აქვს მიღებული სოლოლაგში, მას თავის დროზე როცა ხვაწვილი ბიჭი იყო. და თუ დააკვირდი პახოთკაც აქვს და ხშირ შემთხვევაში მოქმედება. ანუ იმას აქვს ის ქართული ქუჩის ბიჭური ქმედებები აქვს. ხო, აქვს, კი, გააჩინა და რა მინდა გითხრათ, იცი? ეხლა მე რაღაცეირად ეს მენიშნა მაგის მხრიდან ну ის მაისური ჩაცმა SSSR ეს ხوار ნიშნავს იმას რომ ისე კვლავ გააგრძელებენ უკვე თავიანთ აი ამ იმ კოლონიზატორ იმას აზროვნებას დიახ პირველ რიგში მინდა აღვნიშნო ერთი რაღაცა რომ რუსეთის ისტორიას ისეთი ძლიერი საგარეო საქმეთა მინისტრები არ ახსოვს როგორც იყო გრომიკო, შევარდნაძე და ლავროვი ეს სამი ფიგურა რუსეთის ისტორიაში შევლენ როგორც ყველაზე უძლიერეს შემდგომში რა იქნება არ ვიცი, მაგრამ დღესდღეობით ასეა ლავროვი გრომიკო, შევარდნაძე და ლავროვი. დიახ, გეთანხმებით, ლავროვი უძლიერეს დიპლომატია, მინდა აღვნიშნო პირველად დიპლომატიური სამსახური შევარდნაძე მიიღო, მისი მოადგილეთაც დანიშნა თუ არ ვცდები, მაგრამ რაღაც წამყვან პოზიციაზე შევარდნაძის პერიოდში ის მუშაობდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში და ვიცი რომ თუ არ ვცდები მგონი შევარდნაძის მოადგილეც იყო და იმიტომ ვთქვი რომ მას შევარდნაძის სკოლა გავლილი და ეს ერთგვარი თანხმდება თან
თბილისელი სომეხი, ნუ კოქტეილი გაკეთდა. შევარდაძე სომეხი. თან თბილისელი. სოლოლაკელი და კოქტეილია რა, ისეთი ერთგვარი კოქტეილია და მე ვფიქრობ, რომ ეს მართლაც აღსანიშნავია. ის რომ დიდი დიპლომატია ამაში უკვე მსოფლიო აღიარებს. ეს იყო სიმათ გითხრა ეს მაიკა რომ მე დავინახე, ეს იყო სილის გაწვნა ამერიკაზე. ეს იყო სილის გაწვნა ამერიკაზე და არათუ მარტო ამერიკაზე, ყველაზე ლიბერალი LGBT ფაშისტური. ანუ ამ მაიკის აფიშირებით მან განაცხადა რომ ჩვენ ჩამოვედით აქ მოსაგებად და არა წასაგებად. ამაკედან წავალთ როგორც საბჭოთა კავშირი და გამარჯვებული იყო ეს გამარჯვების სიმბოლო. ეს იყო გამარჯვების სიმბოლო. მე წინა იმაში როცა გავეცი თქვენს კითხვის პასუხი იქ ვერ დავასრულე ის რომ რა თქმა უნდა 15-ში მოხდა მსოფლიო პოლიტიკური რუკის გადახედვა. და ამას ჯერ ჩვენ ვერ მიხვდებით, ჩვენ ვერ გავეგებთ, სანამ ამის პროცესები არ დაიწყება. მე ვფიქრობ, რომ ლავროვის ეს მაიკაც ერთგვარი მინიშნება იყო, რომ ჭკუი თუ არ იქნებით, ჩვენ სხვა გზას დავადგებით და სხვა კუთხით მივუდგებით ამ საკითხებს. მე მინდა გავეხსენო ერთხელ პუტინმა ასეთი ფრაზა განაცხადა, მე სულ არ მაინტერესებს სოფლიო იარსებებს თუ არა რუსეთის გარეშე. კი, მახსოვს ეგ გაცხადა. ხო, და ლავროვის მაიკის ჩაცმაც ერთგვარი ჟესტია ის, რომ ჩვენ ძლიერები ვართ როგორც საბჭოთა კავშირი. ჩვენ ჩამოვედით ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე, მიწაზე. დიახ. და მინდა აღნიშნო, რომ ტრამპი როგორც ჩანს ისტორიაში ვერ ერკვევა, მან დაწერა თავის გვერდზე, რომ მივდივარ რუსეთში, მას კიდე ეგუდა ალიასკა რუსეთი იყო. ნუ ხა ისე აღიქვას ალიასკას. არა, სწორიც თქვა. რუსეთის ტერიტორია იყო და ლავროვის ეს ჟესტიც ძალიან თანხვედრი იყო რა. ანუ ესე იგი რა ხდება? ლავროვმა, რომელმაც ეს მაისური ჩაიცვა, ხო? ამ მაისურმა თავის დიდი როლი ითამაშა. რა თქმა უნდა. და ახლა თქვენ სწორად აღნიშნეთ. ანუ ის ჩავიდა ამ მაისურით, გამარჯვების დაბრუნდნენ გამარჯვებულები. ამას სოფლიო აღიარებს უკვე ბოდიშ პატრიოტისა ევროპულ პრესას თუ გადავხედავთ რა დღეში ჩავარდნენ ევროპელი ლიდერები თუ ამას გადავხედავთ უკვე მხოლოდ ფიცო და ორბანი არიან გახარებულები და რა თქმა უნდა ახლა ეგეთი თავიდან ხო და დანარჩენი ლიდერები საფრანგეთის პრეზიდენტმა როცა შეხვედრა მიმდინარეობდა გული არ გახეთქო და წავიდა სახელას კატერზე კატაოდა ხო ეგრეა რა ასე რომ ლავროვმა სილა გააწვა დიახ სილა გააწვა ეხლა რამედა ნახეთ კიდევ მე ძალიან ესე იგი მინდა რომ დეტალებში ჩავწვდეთ ჩვენ იმიტომ რომ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოებისთვის და საერთოდ რომ ჩვენ იცოდეს ჩვენმა მაყურებელმა და საზოგადოებამ ეხლა ყველა დეტალი ყველა აბსოლუტური შეხვედრის რაღაც გარკვეული ის გადაადგილებების კი ამასაც კი მნიშვნელობა აქვს იმიტომ რომ ორი დიდი ქვეყნის ორი დიდი იმპერიის ხელმძღვანელები ხვდებიან რომლის სიმართლე თქვა რა რომლების ხელში მთელი მსოფლიო არის. უნდათ ისინი თავდაღირა დააყენებენ მსოფლიოს, უნდათ ისინი ააყვავებენ. ეს გამოჩნდა 5 აგვისტოში. ხო, ნახეთ ახლა ისა შევხედოთ. ნუ პუტინზე გამოცხადებულია საერთაშორისო ძებნა, ხო? და ამას და ტრამპი ელოდება თავის სამალოტთან სანამ პუტინი არ დაფრინდა. დიახ. წითელი ხალიჩი არ გაოფინეს, მე ტაში დაუკრა რომ დაფრინდა. ნახე რამედა. ხო, შეხედე ახლა რა ხდება და რამხელა აი დიდი ვაჟკაცობა უნდა, ხო? და მეორე ამას ხო ძალიან დიდი გათვლები ჭირდება, კაცო, დიდი დიპლომატიური ნაბიჯები ჭირდება, ეს არ არის რაღაცა იმ პატარა ეთი ციცქნა ქვეყნის დიპლომატიური შემუშავებული გეგმები, ხო? ანუ ამის შემდგომ, როდესაც რა თქვენ თქვით ეს პროცესი მოხდა, ამის შემდგომ პუტინი აწევდა ჩაჯდა ტრამპის მანქანაში. და ტრამპის ავტომობილით დაიწყეს გადაადგილება უკაცრავად, მაგრამ მან შესთავაზა. ტრამპმა შესთავაზა. ხო, კი, და ჩაჯდა რა, კაცო, ხო, ჩაჯდა და დაცვაც კი არ გაიყოლა თავისი. დაცვაც ეს ნახეთ რა ხდება. ეს არის თუ არა პირველი ის რომ პუტინის მხრიდან ის არის უშიშარი ადამიანი და მას არაფერს არ შეეშით და მეორე ის რომ ტრამპს დაუდასტურა მისი პატივისცემა მის მიმართ. კი ბატონო. მოდი ვთქვათ ერთი რაღაცა რომ პოლიტიკაში არსებობს ჟესტიკულაციის ენა. დიახ. ჟესტების ენა არსებობს. დიახ.
მოდი დავიწყოთ თავიდან, თქვენს კითხვას დავუბრუნდებით და დავიწყოთ თავიდან თანმიმდევრულად. პუტინი როცა გახდა პრეზიდენტი, სადღაც დაიწერა, რომ მან სტალინის ოთახი აირჩია სამუშაო ოთახად. ანუ სტალინის ოთახი არ ქონდა, ის იყო პირდაპირ მისაღებში ის ხოლმე და რაღაცა. ამით იმის თქმა მინდა, რომ პუტინის ხუთწუთიანი დაგვიანება სტალინს უყვარდა ხოლმე შეხვედრების დაგვიანება, რომ შევიდოდა ისინი წამომდგარიყვნენ ფეხზე და თვითონ არ ყოფილიყო. ეს საერთოდ ესია. არ ვლოდინებოდა და იყო ერთი შემთხვევა, ჩერჩილმა და რუზველტმა მოითათბირეს, რომ ბოლოს უნდა შესულიყო და შევიდა და სტალინი რომ ფეხზე არ წამომდგარიყო მათ წინაშე ფანჯარაში ჩიბუხს ეწეოდა რა და მაშინ მიხვდა რომ სტალინზე გამარჯვება გამორიცხულა. ჟესტიკულაცია რას ნიშნავს? ეხლა უყურეთ პუტინმა 5 წუთი პუტინს შეეძლო რომ თანაბარ დროზე დამსხლარიყო ან ცოტა ადრე ჩასულიყო რაღაცა, მაგრამ ახაც გამოიჩინა რა. მან დააგვიანა ჩაფრენა, თუმცა მინდა გითხრა რომ ნიუ-იორკიდან, ანუ იმ წერტილიდან ალიასკამდე და იმ წერტილიდან საიდან რომელი წერტილიდანაც ტრამპი მიფრინავდა ერთი და იგივე მანძილია, ის მანძილია რაც ალიასკა მოსკოვი. ანუ ორივე პრეზიდენტი რომელიც და ალბათ ორივე საპრეზიდენტო ორივე ერთ და იგივე სიჩქარით კი ბატონო იმოძრავებდა, მაგრამ ამან დააგვიანა. შეგნებულად დააგვიანა ჩემი საზრით, ეს ერთგვარი შეესტია რომ აი დამელოდე ბატონო რა მე ვარ აქ ხაზეინი. ბურთი პუტინის მხარესა. ხო, მეორეც ეხლა ტრამპის მხრიდანაც მისმე ეს დასტური იყო იმის, რომ ეშექს პატივს ქცე. მან დაელოდა, ტაშიც დააუგრა, რო დაინახა პუტინი და მშვიდობი დაფრინდა და რაღაცა. ტაშიც დააუგრა, წითელი ხალიჩაც ძებნს. ძებნს წითელი ხალიჩაც დააუგო, მე როგორ ჩამოვარტო ხელი, როგორ რაღაცა თბილად მოილაპარაკეს, მე ბომბდამშენების გადაფრენა და იქ რაღაც იყო გადალაპარაკება პუტინს გაეცინა და მე რაც მთავარია მიწვევა საკუთარ ავტომობილში. დიახ. ეს პოლიტიკური ჟესტების ენით რო ავხსნათ, ეს არის ერთმანეთის დაამტკიცა, პირველი პუტინმა დაამტკიცა, რომ აქ მე ვარ დომინანტი და ტრამპმა დაამტკიცა ურთიერთპატივისცემა დაუდასტურა ამით. რაც მე ვფიქრობ, რომ პუტინმაც ეს ძალიან ლამაზად მიიღო, აღიქვა და მან განაცხადა, რომ დიდ პატივისცემას იმსახურებს ტრამპი და მე მის მიმართ მაქვს ნდობა. იცი რა, როცა ერთი ქვეყნის პრეზიდენტი იტყვის მეორე ქვეყნის პრეზიდენტს, რომ მე მაქვს ნდობა, ალბათ ეს წინასწარ ხონდა მას გათვლილი, პუტინს რამ სიტყვას იტყოდა, მან ნდობა გამოუცხადა და დასხდა ტრამპის მანქანაში. Ну, ბუნებრივია ახლა იქ რა თქმა უნდა, ხლა იადენი დეჟავას პრობლემი პრეზიდენტს რო იქ არაფერი, მაგრამ ეს ძალიან ჟესტია რა ბატონო მე კი ბატონო მე არაფერში არ მაგარ დაწვა მჭირდებოდა. არც ეს პატივისცემის გამოხატვა იყო ტრამპის მიმართ. ეს იყო და ეს. იცით რა არის, ახლა ნახეთ მართლაც რომ ყველა ნაბიჯი, ყველა ეს წუთი წამი, რომელიც თლიანად დატვირთული იყო ამ შეხვედრიდან გამომდინარე, ხო? ამას ფაქტიურად ყველაფერს მნიშვნელოვანი ყველაფერს აბსოლუტურად მნიშვნელობა ქონდა. ნუ ახლა ეს ჩვენი აქ ჭინკები გამოდიან და ეს LGBT ლიბერალ ფაშისტური იდეოლოგიის ბატარებელი ესენი პოლიტიკური ლიდერები და აი პუტინი ძებნილია, პუტინი უნდა დააპატიმრო, პუტინი პატიმრობაში და ბიჭო, ახლა თუ ძებნილი კაცი იყო და თუ პატიმრობაში შესაყვანი იყო, მით უმეტეს პუტინი იყო ტრამპის მიმაზე, მოედანზე, ხო? ხო, მის სამხედრო ბაზაზე შედგა ეს ყველაფერი, ხო? და თუ დასაპატიმრებელი იყო, იქ უნდა დაეპატიმრებია, ხო, პუტინი, მაგრამ ანუ ეს კაცი ამ კაცმა დაამტკიცა ის სიმართლე, რომელიც სიმართლის საფუძველზე მან დაიწყო უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაცია, ხო? ამას ტრამპიც აღიარებს, უკვე ტრამპი ამბობს, რომ მე რო ყოფილიყავი პრეზიდენტი, ეს ომი უკრაინაში არ იქნებოდაო. ანუ ტრამპი იმას ამბობს, რომ ეს ომი ბაიდენმა დაიწყო ეს ომი. ეს ყველაფერი რაც ხდება უკრაინაში ბაიდენის და მისი ადმინისტრაციის ბრალი არის. და რა თავარია? პუტინმა დაადასტურა, დიახ, რო ყოფილიყო ტრამპი პრეზიდენტი, ეს ომი არ დაიწყებოდა. ამის გარდა, როდესაც შეხვედრა უკვე დამთავრდა, ხო, შეხვედრის მერე ტრამპმა იქ ინტერვიუ მისცა, ხო და პირდაპირ ტრამპმა დაადასტურა, რუსეთი არის
და იქნება ძლიერი სახელმწიფო, რომელსაც მე ვითანამშრომლებ იმისათვის, რომ ჩვენ საერთო ენა ვიპოვოთ და აქედან გამომდინარე ვნახოთ სარგებელიც და შევინარჩუნოთ მშვიდობას, ხო? ეს აღიარებს ახლა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი აღიარებს, რომ ძლიერი სახელმწიფოა რუსეთი, ხო? ესენი აგერეთ ჩვენი ჭინკებით ეს პირით ხო, რომ დერჟავა არისო. ხო, დერჟავა არისო. უკრაინა ვერაფერს უკრაინა არაფერი არ არის, მისი სიკვდილი დავიო. კი, გეთანხმებით. თავის თვითონ ამბობს, რომ კაცო დაანებეთ ამ რუსეთს თავიო. აი რო თქვა, ახლა გასაგებენაზე რო ვისაუბროთ, ჩვენ ხო? ყველას მთელ სოფლიოს მოუწოდა, რომ თქვენ ამათ ომს ვერ მოუგებთ. ტყუილი არის ეს ყველაფერი, ხო? და ამას ამტკიცებს ეს ადამიანი, ხო? და ახლა გინდა არ გინდა ფაქტის სახეზე არის, ხო? მართლაც დღეს ბურთი არის პუტინის მხარეს, ხო? სიმართლე. ხო, და სიმართლე ეს სიმართლე აღიარა ტრამპმა. ტრამპმა აღიარა და ეს იყო პუტინის გამარჯვება, ეს მეორე გამარჯვება. კი ბატონო, აღიარა. ხო და ეხლა ნახეთ ჩვენ ანუ საუბრობდით სწორედ აი ამ რა საკითხები იქნებოდა განხილველი. ბუნებრივი არის, როდესაც შეხვედრამდე, სანამ შეხვედრა მოხდებოდა, მანამდე რუსულ მხარემ განაცხადა და თქვა, რომ ჩვენ მოთხოვნები არ შეგვიცვლია. ჩამოყალიბებული გვა. იგივე რაც თავიდან ჩვენ ომის დაწყებამდე ვამბობდით და ვეუბნებოდით ამერიკის შეერთებული შტატების ხელმძღვანელობასა ბაიდენს, რომ უკრაინა ნატოში არ უნდა გაწევრიანდეს, უკრაინაში უნდა მოხდეს გასრული განიარაღება ამ ფაშისტური ძალების და უნდა ესე იგი მათი უნდა დაიშალონ ეს ყველაფერი და შესაბამისად იყო ყირიმზე საუბარი და იყო იმ ტერიტორიებზე კიდევ რომელი დონბასი, დონეცკი და ეს რომელი ტერიტორიების ისტორიულად ადრე იყო რუსეთის და შემდეგ შეუერთეს მას უკრაინა. ხრუშჩოვის პერიოდში. ხო, ხრუშჩოვის პერიოდში ყველაფერი ეს და ანუ ეხლა რა ხდება? ეს როგორც ჩანს, ხო, ეს მოთხოვნები არ შეცვლილა. არა. ეს მოთხოვნები იგივე ესე იგი დარჩა ძალაში. ცოტა რაღაცა დაემატა. ანუ კიდევ დაემატა რაღაცა, ხო, ამ მოთხოვნების ირგვლივ მათმა იმჯელეს და ანუ ამ მოთხოვნებს უკვე ტრამპი დათანხმდა. რა თქმა უნდა. დათანხმდა. ტრამპი რომ დათანხმდა, ეხლა მაგას მნიშვნელობა რა აქვს, ეხლა რამდენად დათანხმდება, ზელენსკის დათანხმდება თუ არ დათანხმდება. აი აქ საუბარია, რაზე ეცი, ეხლა რა უყონ ზელენსკის, როგორ გადაარჩინონ ზელენსკი, ხო? სხვათა შორის ტრამპის ერთ-ერთ განცხადებაში იყო ესეთი მინიშნება, ჩვენო უნდა ვიფიქროთ, ზელენსკიზეც უნდა ვიფიქროთო, აი კი, მე მოვისმინე. კი, მეც მოვისმინე ამას, ხო? ეხლა პუტინი ამბობს, რომ ეს ადამიანი კრიმინალი. ახლა გინდა არ გინდა ვერ გაექცევი და ფაქტის სახეზე არის. 100,000-ობით ადამიანი დაიღუპა უკრაინაში, ხო? რატო 100,000-ობით მილიონობით მითხარით? ხო, ამის გარდა მილიონს გადაცდა ეს სამხედრო და ამის გარდა სამოქალაქო ბავშვები, კაცო, ამდენი დევნილი უკრაინა აღარ არსებობს, ხო? ამ დანაშაულში ხო მარტო ზელენსკი არ არის მონაწილე არა? აქ ხო ევროპა არის ჩართული. ამერიკის შტატების კი, მაღალჩინოსნები არიან წინაბავისა. კი, გეთანხმებით, ხო? ეხლა ნახეთ რა ხდება. პირველი შეხვედრა რაღაცებზე შეთანხმდნენ. ხვალ ზელენსკი უნდა ჩავიდეს და შეხვდეს ტრამპს, ხო? ეხლა იქ ზელენსკი ტრამპთან არ განიხილავს და ვერ განიხილავს და გადაწყვეტილი საკითხია, წერტილი დასმული არის უკვე და ამას უკვე ჩვენ მოკლეს ხანში ვიხილავთ. მე ვფიქრობ ძალიან ხალმოკლე შეხვედრა იქნება. ხო, აქ შეხედრა, ახლა ამის გარდა კიდევ აქ იყო წარმოიჭა ესეთი საკითხით კი არა ინფორმაციას გაჟღერდა რომ თითქოს ტრამპს ჰქონდა რაღაც კომუნიკაციები ბელორუსიის პრეზიდენტთან ლუკაშენკოს. კი, ბელორუსიის პრეზიდენტი მოიხსენა როგორც მეგობრად. კი. და როგორც ერთ-ერთ ჭკვიან ლიდერად. დიახ, ნახეთ რა ხდება ახლა. ხომ არ არის ეს იმის მანიშნებელი რომ აღადგინონ მინსკის ფორმატი, რომელიც მინსკის ფორმატით საუკეთესოდ მუშაობდა რუსეთის მხრიდან ამ მიმართულებით რომ სიტუაციების განმუხტვის მიზნით და ამ მინსკის ფორმატში იყო ჩართული ევროლიდერები და ისინი თამაშობდნენ. ხომ არ არის შემდგომი დაუშვათ შეხვედრები და სხვა დანარჩენი საკითხები ამ მინსკის ფორმატის საფუძველ იმაში აღდგენის საფუძველზე რომ დაიწყოს მინსკში შემდგომი შეხვედრები და ესა ლუკაშენკოს უთავაზობს როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებს ისევე ევროლიდერებსაც ზელენსკისაც კი ბატონო მობზადეთ მე მაქსიმალურად უზრუნველყოფ ეს უსაფრთხოებას გარანტიებსაც ვიძნები დასხედეთ ჩემთან ისაუბრეთ. ხომ არ არის ამი ეს მოსალოდნელი რომ კვლავ განაგრძეს მინსკში ეს შეხვედრები და აი უკრაინის საკითხის შესახებ ხოლო და მხოლოდ უკრაინის საკითხის შესახებ იმჯერონ მინსკში და აღადგინონ მინსკის ფორმატი. ბატონო ტრისტან, პირველ რიგში გამოვდივარ იქიდან გამომდინარე რომ პოლიტიკაში არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება და თეორიულად ამ თქვენი აზრის არსებობა შესაძლებელია და საშუალებია, მაგრამ ისმის კითხვა, მაშინ რატო შეხვდა პუტინი და ტრამპი? მე ვფიქრობ, რომ აქ უკვე ზედმეტია, აქ ეხლა
სხვა დანარჩენი შეხვედრები ჩემი აზრით ახლა რა არის მოვადეთ კი უკვე ეს ორი ქვეყნის ლიდერი შეხვდნენ ერთმანეთს ხო ამათ უკვე მიაღწიეს აბარა დეტალები სამუშაო ჯგუფები აი თუნდაც ის სამუშაო ჯგუფი რომელიც თურქეთში ხდებოდნენ და იქ იყო რაღაც გარკვეული იქ იყო ცეცხლის შეწყვეტის ჯგუფი ცეცხლის შეწყვეტის ჯგუფი უკვე შეხვდა ტრამპი და ბაიდენი იქ თუ ბელარუსიაში აღდგება მინსკის ფორმატი უბრალოდ რაღაც ტყვეების გაცვლა იმიტომ რომ თქვენ ბრძანეთ და მეც გითხარით და დაგისასურეთ რომ ლავროვმა პირნათლად განაცხადა ჩვენი მოთხოვნები არ შეცვლილა ჩვენ არანაირ წინასამეთყოლობას არ ვაკეთებთ როგორ დასრულდა რა ჩვენ მივდივართ მიზანმიმართულად ჩვენი მოთხოვნების დასაყენებლად ეს სიტყვა სიტყვით გავემეორე ლავროვის სიტყვა თუ ვიმჯერებთ იქიდან გამომდინარე რომ კაცმა განაცხადა რომ ჩვენ ვხვდებით იმისათვის რომ დავასრულოთ უკრაინაში ომი მათ მოილაპარაკეს და თუ რომელ და თანაც ხაზმინდა გავსვართ გარემოს ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი უძლიერეს ქვეყნის ერთ-ერთი პატრონის უკრაინის ამერიკის პრეზიდენტი აცხადებს რომ ეხლა დამოკიდებულია ზელენსკიზე ზელენსკი რა გადაწყვეტილებას გამოიტანს ანუ ეს ყველაფერი უკვე ეს ზურგზაგი ჩამოკიდა ზელენსკის გამიგე ზელენსკი მთელი სოფლის წინაშე უთხრა რომ ბატონო შენ გინდა ომის შეწყვეტა მე შენს ნაცვლად ვირბინე ალიანსში ჩავედი ძმაო მე პუტინთან რომ ამდენი წლის განმავლობაში ვერც ერთმა ევროპელმა ლიდერმა ვერც ნატომ ვერავინ ვერ შეძლით მე შევძელი ეს კაცი არის ამაზე თანახმა თუ შენ ამაზე არ მიდიხარ თანახმა კარგად იყავი რა გუშინ თქვა კიდე 300 მილიარდი გადავრიცხებ და ევროპამ 100 მილიარდიო რა ეს კაცი ფულს ითulis დაანგარიშებულია ყველაფერი ხო ფულს ითulis ვინ რამდენი მოიპარა ისიც უკვე ისი საწავიდეს ფული ისიც რა თქმა უნდა და ეხლა ის კაცი სულელი არ არის ზელენსკი და მისი გუნდის და ევროპელი ლიდერებისათვის ფული ხარჯოს რომ მათ ჯიბე გაისქელო ხო ეგრეა რა ნუ ამბობს ის პიტარს ამას ჩემი აზრით აქ მოსალაპარაკებელი აღარაფერი არის ერთი რაღაცა რომ თუ ამერიკა მიატოვებს უკრაინას უკრაინის რესპუბლიკა უკვე აღარ იარსებებს და ეპატრონობა მთლიანი რუსეთი ევროპა ვერ შეძლებს ვერანაირად რუსეთის შეჩერებას და თუ ბევრს გაახურებენ გერმანიაში ჩავა კვლავ რუსული ტანკები აქედან გამომდინარე მე ვფიქრობ რომ კი არ ის ფაქტი რომ ბელარუსის პრეზიდენტი ასე კარგად მოიხსენია ის რაღაცები ეს კიდევ ერთხელ სილის გაწვნა ევროპაზე რა თქვენ დიქტატორს ეძახით მაგრამ მე მას ვუწოდე ერთ-ერთი უძლიერესი ლიდერი კარგი ლიდერი ჩემი მეგობარი სურს მასთანაც სავაჭრო ურთიერთობები დავამყარო ანუ სავაჭრო ურთიერთობები მას მართალი არ უთქვას მაგრამ მისი განცხადება ამას ნიშნავს რომ მე ამ კაცთან მინდა ურთიერთობა თქვენ არ გინდათ მე ჯადაბამდის გზა გქონიათ მე მინდა იმ კაცთან ურთიერთობა ბელარუსია კი ტერიტორიულად პატარა რუსეთში და 100-ჯერ მაგრამ იქაც არის რაღაც წიაღისეულებები იქაც არის ინტერესები რაღაცები რატო ამერიკელ ბიზნესმენებს რატო არ იქნება ბელარუსიაში რაღაც ინტერესები ხო ეგრეა რა კი როგორ არა კი გეტყვი ვითომ ეს რომ ბელარუსიაში ეკონომიკურად ყველაფერი ის არის ასათვისებელია გამიგე იქ საბჭოთა კავშირი აი აბსოლუტურად ხელშეუხებელია ყველაფერი ასათვისებელია და ეს ბიზნესმენი კაცია და ამან კარგად იცის რომ მისი მხარდამჭერ ბიზნესმენებს გაუხსნეს კიდევ ერთ კარგ ტერიტორიას სადაც ბევრი ვიღაცა აითვისებს იქაურ ეკონომიკურ კუთხით ყველაფერი და საერთოდ რა არის იცი ბატონო ტრისტან მე მინდა პირდაპირ გითხრათ ერთი რაღაცა რუსეთისა და ამერიკის შორის კარგი ურთიერთობა აისახება ყველასთვის კარგად რა თქმა უნდა სოფლიოში განვითარდება ეკონომიკა სოფლიოში აღარ იქნება ომი რადგან იქნება რუსეთსა და ამერიკას შორის კარგი ურთიერთობა ერთმანეთს ანგარიშ გაუწევენ ხო ერთადერთი ომის თემა ყოველთვის წამომწყები არის ისრაელი. სოფლიო პოლიტიკურ ბალანსს შექმნა. ხო, რა თქმა უნდა, ისრაელია, სოფლიო პრობლემა არის ისრაელი. ისრაელია პრობლემა. ეს ხალხი, ეს ამათი პოლიტიკა არის პრობლემა. სადაც ომი იწყება, მათ მიზეზით იწყება ყველგან და ყველაფერში. იქიდან გამომდინარე თუ რუსეთი და ამერიკა კარგად იქნება და ისრაელი ამერიკის დეპარტამენტის გარშე ომს ვერ წაიწყებს. და როცა რუსეთი და ამერიკა ერთად კარგად იქნებიან ამერიკა გაუწევს ანგარიშს რუსეთის თხოვნას, რომ გააჭერეს ხალხი რა. თქო გააჭერეს და სოფლიოში ომი აღარ იარსებებს. მართალია. ეკონომიკა წინ წავა, ამ ორი ბუმბერაზი ქვეყნის
დანაცხოვრებით სოფლიო იგებს მილიონჯერ. მშვიდობით იგებს, ეკონომიკით იგებს, ყველანაირად იგებს. იმიტომ რომ ამ ორ ქვეყანაზეა დამოკიდებული სოფლიო ეკონომიკაც და სოფლიო მშვიდობაც. აქედან გამომდინარე მე მიხარია მათი ურთიერთგაგება, მე მიხარია რომ ესენი ნენელა შერიგდებიან და ესენი ურთიერთობას დაათმობენ. იმიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ რომ საქართველოს კეთილდღეობა დამოკიდებულია მათ კარგ ურთიერთობაზე. რომ იტყვიან, ნუ კაი, ეს სამხრეთ კავკასია იყოს თავისით, ხელს არავინ არ ვკიდებთ, რაღაცა ის ტიპად ისე როგორც ასეთ, ნუ რაღაცა მსგავსი რაღაცა, რომ ჩვენ სამხრეთ არ შეგვეხო. ისინი რომ კარგად იქნებიან, ჩვენ უკვე თავისუფალი ვართ ყველა კუთხით, ხო? ვიმეგობრებთ რუსეთთანაც, ვიმეგობრებთ ამერიკასთანაც, ვიმეგობრებთ ევროპასთან, იმიტომ რა ვიცით ვარ ჩვენი და ყველგან შეგვიძლია მეგობრობა. არ გაბრაზდება რუსეთი თუ ვიმეგობრობ ამერიკასთან, იმიტომ რომ ისინიც მეგობრობენ. არ გაბრაზდება რუსეთი ევროპასთან თუ ვიმეგობრობ, იმიტომ ამერიკასთან კარგი ურთიერთობა უკვე დაათმობს ურთიერთობას ევროპასთან. მე არც ევროპა გაბრაზდება რომ მეგობრობ რუსეთთან, იმიტომ რომ ისინიც მეგობრობენ, არც ამერიკა გაბრაზდება იმაზე რომ საქართველოს მეგობრობს რუსეთთან. უყურე რამდენი რამე კეთდება? ხო, მაგრამ ურთიერთგაგება და მაგრამ ახლა გევანდელი ევროპა პირდაპირ გეუბნება, კაიგე? მალე გევანდელი ევროპა პირდაპირ გემუქრება და გეუბნება რომ შენ უნდა გააკეთო ასე და არა ასე. დაიმახსოვრე ბატონ ტრისთან, ჩემი სიტყვები. ილონ მასკი ყველაფერს გააკეთებს, რომ პოლიტიკური ცხოვრება შესრულოს ევროპაში. და თუ თქვენ ვინმე ფიქრობს, რომ ილონ მასკისა და ტრამპის ის მithom თორქუნის ჩუბი ხალხს მართალი ეგონა ისე არა? არა ბატონო, რა ევროპელი ხალხი იღვიძებს უკვე. ახლა ამასიოთ მე ნახე გამოკითხვა გერმანიაში. წავიდოდა თუ არა ომში? და ეკითხე რატომ უნდა წავიდეო? ახალგაზრდები კითხულობენ, ომში მე რატომ უნდა წავიდეო რა? ანუ არ უნდა ომი? არ უნდა, არავის ევროპის მოსახლეობას არავის ომი არ უნდა. გეთანხმებით. არალიან ისინი ბრძოლის უნარიანი ხალხი. არალიან მათ ამ ფუფუნება მეორე მსოფლიო ომის დროს იმ მარშალის გეგმის შემდგომ ფუფუნებაში ცხოვრობს. კაცი რომ ფუფუნებაში ცხოვრობს, რა თუნდა იმას ომი ვერ გავიგია. ის რატო წავა და ის რატო დაღვრის სუპეხებზე არ კიდია ვინ მოკვდება იქ უკრაინაში ან ერთმა შეგრე რუსეთი ჩვენ რატო უნდა დაგვესხას თავს რა დავაშავეთ. რუსეთი არ დაგვესხმება ჩვენ თავს. პირდაპირ ახალგაზრდები სწორიცა, შენ თუ არ დაანებო. ანუ რისი თქმა უნდა, იმის თქმა უნდა რომ გამოფხიზლა იქ იმიტომ რომ ამდენი წელია ბოლო 15 წელია ტვინი გამოულაყეს თავიანთ მოსახლეობას ამ არასწორი პროპაგანდით ტელევიზიაში. ლიბერალური მიდგომები და ლიბერალური. და ეხლა უკვე მათ პამპერსები ჭირდებათ. მე მართლა არ მომწონს ტრამპის ვინდა ტრამპს მე უწოდებ არაპროგნოზირებად კაცს. მაგრამ ის რომ ევროპელი ლიდერები დასვა თავის ადგილას ის რომ ევროპაში საზოგადოება უკვე მისმა განცხადებამ გამოაფხიზლა, ამისათვის ჩემი მსხვერპლა პატივისცემას ოდასწრა. ბატონო ჯუბერ, ეხლა ტრამპმა განაცხადა, რომ აი ის და რაც მნიშვნელოვანი არის უკრაინისთვის და რაც ზელენსკის იმედით ზელენსკის ქონდა, რომ მე უკვე ამ თამაშიდან გავდივარ. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ტრამპი აღარ მიაწოდებს უკრაინას უკვე აბსოლუტურად არაფერს. რასაც კი აწვდიდა ამერიკის შეერთებული შტატები, იარაღი, ტექნიკა, ეს ფინანსური დახმარება და ასე შემდგომ და ის მთლიანად კეტავს ყველაფერს, ხო? ეს ხوار ნიშნავს იმას, რომ ეს ყველაფერი უკვე ევროპას დააწვება კისერზე და ნიშნავს არა ეს პირდაპირ ევროპას დააწვება. ევროპას დააწვება კისერზე და ევროპელები შემდგომ იძულებული გახდებიან და მიატოვონ უკრაინა. მიატოვონ უკრაინა და ესე იგი ბოლო-ბოლო უკვე გზას აღარ უტოვებენ, ხო? ეხლა რა ხდება ბატონო ტრისთან? პირველი აღსანიშნავი ის ფაქტი, რომ ტრამპმა ეს თვირთი რომ ზელენსკის აკიდა ერთი სიტყვით, რომ ეხლა ზელენსკიზეა დამოკიდებული ომს შეაჩერებს თუ არა, ხო? ამით მთლიანი თვირთი გადაულოცა ზელენსკის. დიახ. მეორე ფრაზა რომ მე დაველაპარაკები ნატოს წევრ ქვეყნებს ამითაც ევროპელ ლიდერებს ჩამოკიდა ეს თვირთი. ეხლა უყურე, ინგლისი ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკის გარეშე ვერავის ვერ დაეხმარება. ესენი ერთნი არიან. ინგლისიდან არიან ჩასახლებული ყველა ამერიკაში და ასე რომ მათი პოლიტიკა არის ერთი. დიახ. დარჩა რა? საფრანგეთი და გერმანია.
გერმანიას თავისი გასჭირვებია, საფრანგეთს თავისი გასჭირვებია და იქიდან გამომდინარე რომ მათ დამოუკიდებლად ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე წინააღმდეგობა გაუწიონ უკრაინის მიწაზე, რუსეთს ამის საშუალება არ აქვს. ჩემი აზრით, ზუსტად ეს უნდა პუტინს, რომ ზელენსკი ვარი განაცხადოს ყველაფერზე და ბუნებრივი ამ შეერაღების მიწოდებას იმაზე იქნებოდა იქ ლაპარაკი. რა თქმა უნდა. და პირობა აქ მიღებული პუტინს და თლიან რესპუბლიკას დაებრუნდა. ორჯერ გაიმეორა ტრამპმა, რომ პუტინს შეეძლო საერთოდ უკრაინა აეღო, მაგრამ ჩემს გამო შეჩერებულია, ხო? ეხლა თუ ზელენსკის არ ეყოფა იმდენი გონება და ჭკუა, რომ ტრამპის ამ სიტყვების შემდეგ ტრამპის წინააღმდეგ წავიდეს, მის ბერდს მე სააკაშვილსაც კი არ უსრულებ, კი არა, საერთოდ არავის არ მოსულებ. ეხლა ზელენსკის მე უკვე მიტოვებული იქნება და ტრამპი არის არაპროგნოზირებადი ადამიანი და მას მართლაც გულწრფელად გეტყვი, ერთ დღეს შეუძლია თქვას, რომ დავე ააფეთქეთ რა, всё. რომ სოფლიოს უკვე ტვირთად დაწევს ეს ვიღაცა მეტრონახევრიანი კაცი. გარდა იმისა, რომ ბატონო ჯუმბერი ახლა ნახეთ ზელენსკის აქ ერთადერთი შანსი აქვს ის, რომ ასე ვქებ ბრძანეთ, რომ ის დათანხმდეს იმაზე, რაც რომ ამ ორმა ლიდერმა მოილაპარაკეს და შესაბამისად შეძლეს ცეცხლი, მაგრამ ნუ ახლა გასაგებია ზელენსკის იმის გარდა კიდევ ძალიან ბევრი მტერი ყავს თვითონ თავისი ქვეყანაში შიგნი და ამას გარდა კიდევ ქვეყნის გარეთ მიმოფანტული უკრაინელები. ჩვენ აქ ვსაუბრობთ უკრაინის ქვეყანა რესპუბლიკაზე, თორე ზელენსკი ბედი რომ გადაწყვეტილი ამა ეს იცის მანაც და მისი ბედი კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სადაც არ უნდა წავიდეს არებს ცუდი არ მინდა, მაგრამ ძალიან ცუდა დაამთავრებს სააკაშვილზე 100% ძალიან ცუდა დაამთავრებს ზელენსკი. ზელენსკი სააკაშვილს იმდენი ცოტა არ ჩაუტენია ახლა მართლაც რომ ახლა შევადაროთ ზელენსკი და ზელენსკის შედარებით სააკაშვილი არის შოკოლადი ხო ეგრეა რა. ზელენსკი ეს კაცობრიობის მტერია უკვე, კაცობრიობის წინაშე ამ წადები. მათ შორის საქართველოსიც. რა თქმა უნდა. ბატონო ჯუბერ, ჩვენი დრო უკვე ამოიწურა, მადლობთ აი ესეთ საინტერესო მიმოხილვისათვის და ამ ანალიზებისთვის, მაგრამ მე მინდა დავამატო და ვთქვა ჩვენს აი აქ საქართველოში არსებულ ჭინკებს, ლიბერალ LGBT ფაშისტური იდეოლოგიის მატარებელ პოლიტიკურ ლიდერებს. მაინც ვერ გაიგებენ და რატო? არა, რატო მაინც უნდა უთხრათ, ჩვენ ყოველთვის უნდა უთხრათ მათ. თქვენ ხო კარგად გახსოვთ რომ ისინი კრემლში იყვნენ უკვე და იქ რუსები, ისა უკრაინელები და პუტინის კაბინეტში იყვნენ, გაიგე და აქ კიდევ ჩარტელურ რეისებს ეთხოვდნენ, გაიგე და არიქა და მასიურად საქართველოს მოსახლეობას მოუწოდებდნენ რომ ჩასულიყვნენ უკრაინაში ომად და გამწარიყონ ყველა ქართველი. ამათი ინტერესი რა არის, იცი? ამათი ინტერესი ის არის რომ როგორ განადგურდეს საქართველო, მაგრამ მე თუ არ ვიქნები ხელისუფლება საერთოდ არ ყოფილა საქართველო. აი ეს არის თქვენი ინტერესი. თქვენ გათახსირებულო უჯიშო და უნირო პოლიტიკოსებო, მე ხედოდობაში მყავს ეს ოპოზიციური ძალები, რომლებიც არიან პირდაპირ მიბმული აი ლიბერალ LGBT ფაშისტური იდეოლოგიის მატარებელ ლობისტებზე, ხო? ვერ მოესწრებით, მაგრამ საქართველოში თქვენ ვერაფერს ვერ გააკეთებთ იმის გავს რამეებს, რომ ეს ქვეყანა დაღუპოდა, დამთავრდა. აი ორმა შეხვედრამ უკვე გადაწყვიტა თქვენი ბედი. თქვენი ბედი არის გისოსებს მიღმა აგოთ პასუხი იმ ჩადენილ დანაშაულებებზე, რომელიც ჩაიდეთ საქართველოს მოსახლეობის წინაშე. და ეს ძალიან მალე იქნება. და მას ჩვენ შევხედავთ, როგორც მე პირადად ბატონი ჯუმბერი, საქართველოს მოსახლეობას იმდენი დანაშაულებები გაქვთ ჩადენილი თქვენ, ყველაზე აგეთ პასუხს. დიდი მადლობა ძვირფასო ტელემაგრობლებო, რომ მიუყურებთ, კარგად ვადდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე.